გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. შეუჩერებელი ხვიჩა ოსიმენის წინასწარმეტყველება და დაძაბული დაპირისპირება მიუნხენის ბაიერნთან. სიახლეების დაწყებამდე კითხოვნაა დამიფასო ჩრომა და ვცადოთ რომ ავიდეთ 2000 მოწონებაზე. ასევე თუ ახალი ხარ გამოიწერი არხი, რადგან ჩვენი მიზანია რომ ავიდეთ 100,000 გამომწერზე. ყოველს მადლობას გიხდით, ვინც ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინა და მოდი დავიწყოთ. უკმაყოფილება გუნდში, ეყოლება თუ არა ზურიკო, სენტ-ეტიენს ახალი მწვრთნელი. საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ტურში ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენი რედ სტარს საუპირისპირდა. აღსანიშნავია რომ ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ბოლო 4-დან მესამე შეხვედრა დათმო და ერთ-ერთ კონკურენტთან 1-2 დამარცხდა. ხოლო სენტ-ეტიენის ყოფილმა მოთამაშემ პატრიკ გილუმ, რომელიც ბეინსპორტზე მუშაობს, მწვანეების გასახდელში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, გუნდში დაძაბულობა და რამდენიმე ფეხბურთელს საკუთარი უკმაყოფილების დამალვა უჭირს. ფრანგული გამოცემების ცნობით, გუნდის თავკაც ეირიკ ჰორნელანს კლუბის ხელმძღვანელობის ნდობა ჯერ კიდევ აქვს. თუმცა სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს. კლუბის მესურვეები საკადრო ცვლილებებს განიხილავენ. ხოლო მომდევნო შეხვედრაზე, რომელსაც სენტ-ეტიენი ლიდერ ტრუასთან გამართავს, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ცნობისთვის მე-13 ტურის შემდეგ სენტ-ეტიენს 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. მწვანეები კი ლიდერ ტრუას 4, ხოლო რედ სტარს 3 ქულით ჩამორჩებიან. ასტონ ვილასთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც ამბობენ მამარდაშვილის შესახებ. გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულის მაისურით კარი მშრალად პირველად შეინახა. ასტონ ვილას წინააღმდეგ ქართველი მეკარე 3 მოგერიებით გამოირჩა, ხოლო მატჩის შემდეგ როუსინგს იკოპმა ქართველ მეკარეს საინტერესო სტატია მიუძღვნა. ასტონ ვილასთან მატჩში მამარდაშვილი ლივერპულში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ქართველმა მეკარემ რამდენიმე სახიფათო დარტყმა მოიგერია და რომ არა მისი რეაქცია უნაი ემერის გუნდი წინ გავიდოდა. მამარდაშვილის საუკეთესო სეივი მეტიკეშის წინააღმდეგ ვიხილეთ. მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ვირჯილ ვან დაიკს მოხვდა, თუმცა ქართველ მეკარეს პოზიცია სწორად ჰქონდა შერჩეული და მერსესაიდული კლუბი გაშვებული გოლისგან იხსნა. ვერავინ უარყოფს რომ კელეჰერი კარგი მეკარია, თუმცა მას შემდეგ რაც ალისონმა ტრავმა მიიღო, მამარდაშვილის მაღალი ხარისხიც გამოჩნდა. ვალენსიას ყოფილი მეკარე ტოვებს შთაბეჭდილებას რომ კელეჰერზე უკეთესია. გიორგი მხოლოდ 25 წლისაა, რაც იმას ნიშნავს რომ მას წინ ძალიან დიდი დრო აქვს, რათა განვითარდეს და უკეთესი გახდეს. ამიტომ თუ იგი სეზონის დარჩენილ ნაწილში სამ დონეს შეინარჩუნებს, არ არის გამორიცხული რომ მომავალში ალისონ სერიოზული კონკურენცია გაუწიოს. ლივერპულმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას 450 მილიონი გირვანკა სტერლინგი დახარჯა, ხოლო მის ტრანსფერებს შორის ყველაზე გონივრულ შენაძენად სწორედ მამარდაშვილი გამოიყურება. წერია გამოცემაში. ასევე სათქმელია ისიც რომ გიორგის კარგ თამაშს ლივერპულის გულშემატკივრები საკმაოდ პოზიტიურად აფასებენ. ჩვენ ახალი გმირი ყავს და მისი სახელი გიორგია. როცა კარში მამარ და ალისონის არ ყოფნას ვერ ვგრძნობ. ჯერა რომ 2-3 წელში მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იქნება. ქართველი კედელი, ის ბურთი რო ვერ აიღო იქნებ წაგვეგო კიდეც. წერენ ლივერპულის გულშემატკივრები. მე კი შეგახსენებთ იმასაც რომ ლივერპული მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართავს. კერძოდ მერსესაიდელები 4 ნოემბერს მადრიდის რეალს შეხვდებიან. საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარის სენ-ჟერმენმა ნიცას უმასპინძლა და 1-0 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში კი თავისი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა, რომელმაც გონსალო რამოსს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ქართველმა ფეხბურთელმა მინდორზე 90 წუთი გაატარა. კვარა კი გამორჩეულად აქტიური იყო და მუდამ გამწვავებაზე თამაშობდა. ხვიჩამ თანაგუნდელებს არაერთი მომენტი შეუქმნა. ასევე მან დრიბლინგის არაერთხელ სცადა და მწვავე ჩაწოდებებით გვანებიურებდა. აღსანიშნავია რომ ლუის ენრიკემ მეორე ტაიმში ყველა შემტევი შეცვალა გარდა ხვიჩა კვარაცხელიასი, რამაც საბოლოო ჯამში თავისი შედეგი გამოიღო. კერძოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კუთხურის დროს ქართველმა ფეხბურთელმა თავით გონსალო რამოსს საგოლე პასი გაუკეთა და პარის სენ-ჟერმენმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. ხვიჩამ კი სოფასკორისგან შებასება 9.1 ქულა დაიმსახურა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. ფრანგულ მედიაში კი ხვიჩას თამაში საკმაოდ პოზიტიურად შეფასდა. ფუტმერკატო პირველ ტაიმში ნიცას მარცხენა მცველს მელვინ ბარს ნამდვილი კოშმარი მოუწყო. ტემპის შეცვლების ხეულის მოძრაობით მოტყუებები, ფეხებს შორის ბურთის გაზრვენა. ის იყო ნაპერწკალი, რომელიც PSG-ს შემტევებს სიცოცხლეს სცემდა. ლის გადაცემის შემდეგ კი მან შესანიშნავი პასი შეასრულა და რამუშმა გოლი გაიტანა. მაქსი ფუტი. გარემარბებს პირველ ტაიმში თამაში დიდი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა საკუთარ საჯარიმოში გადამწყვეტი იყო, როცა მეკარესთან ახლოს მყოფმა ბურთი თავით მოიგერია. მეორე ტაიმში უფრო მეტ ქაოსს ქმნიდა ნიცას დაცვაში. განსაკუთრებით მისი საგოლე პასია გამოსარჩევი, როცა რამუშმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ბეინსპორტსი. კვარაცხელიამ კარის ხაზზე შესანიშნავად იმოქმედა და გუნდი გოლისგან იხსნა. ნიცა ანგარიშის გახსნასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა კვარაცხელიამ სწრაფად იმოქმედა, კარის ხაზზე აღმოჩნდა და PSG
PSG გადაარჩინა. წერია გამოცემაში. ამ ყველაფერთან ერთად აღსანიშნავია ისიც, რომ ხვიჩას მისი მეგობარი ვიქტორ ოსიმენი არ ივიწყებს. ჯერა რომ კვალას მომდევნო წლებში ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელი და კარგი ადამიანია, განაცხადა ნიგერიელმა. ძალიან მალე კი ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის გამართვა მოუწევს. ის კი ხვალ 4 ნოემბერს მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ შესაძლოა ამ შეხვედრას პარიზული კლუბი დიდი დანაკლისით შეხვდეს. საქმე კი კვლავ უსმან დემბელეს ეხება. ფრანგული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა უსმანმა რეკორდმაისტერთან მატჩი გამოტოვოს. კერძოდ სპორტულ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებული ჰაკიმისთან საუბრისას მარჯვენა ბარძაყის ტკივილზე მიუთითებს და ამბობს: ძალიან მტკივა. ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით კლუბსა და ლუის ანიკეს არაფერი განუცხადებიათ. ამიტომ იმედი დავიტოვოთ, რომ ხვალინდელი შეხვედრისთვის ყველა ფეხბურთელი მზად იქნება. ხოლო დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ ძალიან სანახაობრივ შეხვედრას ვიხილავთ, რადგან მიუნხენის ბაიერნი ძალიან მაგარ ფორმაშია. როგორც PSG, ასევე ბაიერნი ჩემპიონთა ლიგაზე უდანაკარგოთაა და ორივე გუნდს ხრა ქულა აქვთ. ასევე ბომბარდირთა დავას ჰარი კეინი 5 გოლით ლიდერობს. ამ მხრივ კი პარიზული კლუბიდან მასთან ყველაზე ახლოს ხვიჩა, თუმცა ქართველი ვინგერი მას 3 ბურთით ჩამორჩება და ჩემპიონთა ლიგაზე 2 გოლი აქვს გატანილი. ორივე გუნდი კი შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ისღა დაგვცენია, რომ დავტკბეთ ამ საფეხბურთო სანახაობით. ხოლო ტრადიციულად ვინც ამ შეხვედრის ანგარიშს გამოიცნობს, ის შემდეგ ვიდეოში მოხვდება. პრემიერ ლიგის ტოპ 20 მეკარე, რომელ ადგილზეა მამარ და გიუმი სპორტის რეიტინგში. გავლენის გამოყენებას გეგმავს. მესი ლაპორტას კონკურენტს დაუჭერს მხარს. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია, რომ ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. გიუმი სპორტმა ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო მეკარეების რეიტინგი შეადგინა. ბრიტანულმა გამოცემამ კი დაასახელა მეკარეები, რომლებიც მისი აზრით ამ მომენტისთვის ინგლისის ჩემპიონატში საუკეთესონი არიან. მათ შორის კი მოხვდა გიორგი მამარდაშვილიც. აღსანიშნავია, რომ ლივერპულის ქართველი ფეხბურთელი მე-15 პოზიციაზე იმყოფება. მამარდა კი კეპა არისაბალაგას, სემ ჯონსტონს, მარტინ დუბრავკას, კელეჰერსა და ჯორჯე პეტროვიჩს უსწრებს. ეს გამოცემა კი მამარდაშვილის თამაშს შემდეგი სიტყვებით აფასებს. ლივერპულს ძალიან გაუმართლა, რომ ბოლო წლები ამის კარს ალისონ ბეკერი იცავს, თუმცა ბრაზილიელ მეკარეს ასაკი ემატება. წითლებს კი მისი მემკვიდრე სჭირდებოდათ. 2024 წელს კი კლუბის ხელმძღვანელობამ მამარდაშვილის გაფორმება გადაწყვიტა. ბოლო კვირებში კი ალისონის ტრავმამ ქართულ მეკარეს თავის გამოჩენის შანსი მისცა. მართალია წითლებს პრობლემები აქვთ, მაგრამ მამარდაშვილმა შთაბეჭდილება მოახდინა და საფუძველი მოგვცა იმისა, რომ მას შეუძლია გაიფრწყინოს, ოდესაც პირველი მეკარე გახდება. წერს ბრიტანული გამოცემა. ესპანური ABC-ის ცნობით, ლეო მესი თავისი გავლენის გამოყენებას გეგმავს და 2026 წელს ბარსას საპრეზიდენტო არჩევნებში ჟუან ლაპორტას წინააღმდეგ დამაზიანებელ ნაბიჯებს გადადგამს. კერძოდ საუბარია ლაპორტას კონკურენტი კანდიდატისთვის მხარდაჭერაზე. თუ მესი დაინახავს, რომ ოპოზიციური კანდიდატი რეალურ ძალას წარმოადგენს, რაც კლუბს არგებელს მოუტანს, არგენტინელი მას მხარს დაუჭერს, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი მმართველობას ჩამოაშოროს. გავრცელებული ინფორმაციით მესი ლაპორტაზე დღემდე ნაწყენია, რადგან 2021 წელს ბარსადან მისი იძულებითი წასვლა სწორედ ლაპორტას კისერზეა. მიუხედავად იმისა, რომ ლეოსთვის ასეთი სიტუაცია ლა ლიგის ახალი რეგულაციების შედეგად შეიქმნა, ლაპორტამ არგენტინელი წინასაარჩევნოდ მოატყუა, როცა მისი გუნდში დარჩენის გარანტია მისცა. საბოლოოდ კი მესის მხარდაჭერით არჩევნები მოიგო. ამჯერად კი მესი გეგმავს, რომ თავისი გავლენა სწორედ გამოიყენოს და ლაპორტა საპირისპიროდ იმოქმედოს. მე კი დავძენ იმასაც, რომ ბარსას საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 15 მარტიდან 15 ივნისამდე მონაკვეთშია ჩანიშნული. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხავდა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.